მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ისე მოქალაქეები პროტესტის 379 საღამოს. ისე უწყვეტია ეს პროტესტის პროევროპული საპროტესტო აქციები, რომელიც იმართება არაფხოლოდ ბათუმში და თბილისში, ანუ დიდ ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და ძალიან მკაფიოა მოქალაქეების შეუვალობა, მოქალაქეების სიმტკიცე. მოქალაქეების განაცხადი, რომ ისინი არ შეგუებიან პირველ რიგში სინდისის პარტნიორების არსებობას ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ტყვეებს, რომელთა რაოდენობა უკვე 100 მეტია და იზრდება. პერიოდულად მათი რაოდენობა ოცნების რეჟიმის სხვა რეპრესიული მეთოდით, მათ შორის დაპატიმრებით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი ამ ქვეყანაში. ასევე ამ აქციების უცვლელი მოთხოვნაა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართალიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში დღეს მოქალაქეები იკრიბებიან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. მე მინდა გავესაუბრო დღესაც ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ვკითხო ბოლო პროცესების შესახებ, მათ შორის BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმური მთავრობა იყენებდა ბოლო საპროტესტო აქციებზე 2024-2025 წლებში პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიურ იარაღს. მოდი გიორგი ქამანდაძეს გავესაუბრებ პირველ რიგში, რომელსაც ვხედავ. მოგესალმებით გიორგი, საღამოშობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ. მინდა გითხოთ დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას გულისხმობ, რომლის მიხედვითაც ოცნების მთავრობა იყენებდა საქართველოში 2024-2025 წლებში პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიურ იარაღს. თქოთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში? გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენს რედაქციას, თქვენს მენელებს. ხო, რა თქმა უნდა, შოკის მომგვრელი და ამას ძლევია ეს ყველაფერი, რაც გასაჯაროვდა. თუმცა საკამდე არაერთ გზის ჰქონდა მონასმენი აქციის მონაწილეების გამო ეს არის რაღაცა ის ჩვეულებრივი ჭყალებში ვიტყოდი არ თქვა ჩვეულებრივი დაშლის მეთოდებით გამოყენებული ხსნარი თუ რაც ქვია რომ გაცილებით მწვავე იყო და გაცილებით ხანგრძლივი ეფექტიანი იყო იმიტომ რომ რაღაც დღეების შემდეგაც კი ადამიანებს ჰქონდათ ესეთი ჩივილები რომელიც მანამდე არ ჰქონიათ. თქვენ ხომ მოყოლილი ხართ მსგავს სიტუაციაში როცა გამოიყენეს წყლის ჭავლი? ეპიცენტრი დამუშავებულია და ბათუმში არ ჰქონია ეგ პატივი, ასე ვთქვათ. მაგრამ ბევრს მოუყოლია, ასე ვთქვათ, საუბრებში, რომ გამოიყენეს წყლის ჭავლი და შემდეგ ცუდად გრძნობდნენ თავს ძალიან, ხო? და არაერთი ადამიანი ასეთი შემცირებული ნაცნობი თუ უბრალოდ სოციალური ქსელით ისაც ხედავთ აქტივისტებს, ვინც ჩართული არის ამ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ამასზენის აქციაა, თუმცა თქვა რომ გაკვირვებული ვარ თქო არ იქნება გაკვირვებული, იმიტომ რომ ამათთვის არ არსებობს არანაირი წითელი ხაზები და მორალური პრინციპები, საერთოდ სამართალზე საუბარი ზედმეტია და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება დააჩქარებს ამ რეჟიმის მიმართ კაცი რეაგირების საკითხებს, როგორც ნაციონალური სანქციებით. გაგვცეს მოძღვი რომ შეიძლება მოხერხდეს ეს საერთაშორისო გამოძიება და საერთაშორისო სამართლებში სიმართლის დადგენა ამ კუთხით, იმიტომ რომ ლაპარაკია, რომ მთავრობა იყენებდა, ხო, შუსუ იყენებდა ამ ქიმიურ იარაღს BBC-ს გამოძიების მიხედვით საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ. ან მოხერხდება მტკიცებულებების შეგროვება, თქვენ გაქვთ ამის იმედი? ეხლა მე ამაზე გადაჭითქმა არ შემიძლია, არამედ იმიტომ არ ვიცი რა ტექნოლოგიებს და ტექნიკას ეფუძნება ეს გამოძიება, მაგრამ ეხლა BBC კი ვიცით რადონის ორგანიზაციაც არის, ეს არა რაღაცა პოზიტივი და მისთან ფაბრიკაციები, ამიტომ ისინი თქულის არაფერს არ დაწერდნენ, რომ არ ქონდეთ უტყუარი მტკიცებულები. ჩემი აზრით ეს ყველაფერი რაც გაასაჯაროვეს 100% სინამდვილეში შესაბამება და ექნებათ ამის მტკიცებულებას აუცილებლად. ესე ვფიქრობ, რომ მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე. და ეს რას ნიშნავს ოცნების მთავრობისთვის ამ სინამდვილის, ამ სიმართლის გაჟღერება და თქმა თან დადასტურებულად? მათთვის არ ვიცი, მე ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ მაგათი ამის ამოწმება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მათთვის არ არსებობს რაღაცა მორალური პრინციპები და საქართველოს საკუთარ მოქალაქეების სულის არანაირი სტანდარტი არ აქვს, პირიქით ერთადერთი მისიით არიან შეპყრობილი, როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, რამე თუ იყვნენ ჩაფული კორუფციაში და ეშოვონ იაფი მილიონები საქართველოს გადასახადის გადამხდელების ხარჯზე. ამიტომაც მათთვის არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ ადამიანებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ინერტულად არიან გაწყობილი ამ პროცესების მიმართ რაღაცნაირად ჰქონიათ, რომ მათ არ ეხება ეს ყველაფერი
უნდა დაფიქრდნენ და მეტად უნდა ამოიღონ ხმა რეჟიმის წინააღმდეგ. ელემენტარულია ის გაზი, რომელიც გაუშვეს იმ ტერიტორიაზე, კარგი თქვათ, თვლიან რომ მარტო პროტესტანტებს ეხება ეგ სიტუაცია, ხო? მეორე დღეს, მესამე დღეს ეს გაჟღენთილია იქ ალბათ თვითონაც ხო დადიან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ამ რეჟიმის მხარდამჭერები. შეიძლება ეს ადამიანები წიწამლებიან, ახ არა. და თვითონაც რომ გააპროტესტონ, დადგნენ საპროტესტო აქციას და გამოიყენოს ისე მთავრობამ იგივე წყლის ჭავლი მათ წინააღმდეგ, შეიძლება მათ საერთოდ მნიშვნელობა ვინას გააპროტესტოს, სავარია მათ ძალაუფლებას არ შეექმნას დისკომფორტი. ნებისმიერს გაწირავენ და არაერთი მაგალითი ვიცით, აგერ მათი უმაღლესი ჩინოვნიკები როგორ ყავთ, ზოგი წესასწაული არ არის, ზოგი ბორკილებით, ზოგი პირობითით და ასე შემდეგ. ასე რომ არავის არ დაინდოს რეჟიმი აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტორი ოცნების ხელისუფლებისთვის, ოცნების არლეგიტიმური მთავრობისთვის, მათ წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, საპროტესტო არ ვიცი, მოქალაქეებზე რამდენად იქონია ეს გავლენას, იმიტომ რომ რაღაცა მივიჩვიე, რომ თქოს დაწესებული ხაზები არ გვაქვს დაწესებული ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, თქოს არაფერი არ უნდა გვიკვირდეს, ხო რაღაც ეგეთი მოცემულობა. ასეთი სიტუაცია მოჩანს ერთი შეხედვით და მე უფრო ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციები და სასჯელები უფრო იმოქმედებს რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არაა უბრალოდ საკენ ფაქტობრივად ჩვეულებრივად ჩვენ კი ვამბობთ რომ ვართ რეჟიმთან ომში და ბრძოლაში, მაგრამ ეს პირდაპირ გაგებითოვნია ქიმიური აღდგენების საკუთარი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რაც წარმოუდგენელია უბრალოდ. მადლობა, ეს გიორგი კამადაძე იყო, მადლობა გიორგი, რომ საუბრობდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმის საპროტესტო აქცია, პროევროპული პროტესტი გრძელდება ბათუმში, ისე უწყვეტი საპროტესტო აქცია და მოქალაქეები ისე ვიკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მე დღეს მათ ვეკითხები BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც მიხედვით ოცნების მთავრობა იყენებდა საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღს. რამდენად სულის ეს მათ შორის პოლიტიკურ მოცემულობას ამ ქვეყანაში. სწორედ ამ საკითხზე ველაპარაკები აქციის მონაწილეებს. ცდილობ მოდი გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებაც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე. რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ის ფაქტები, რაც თადო BBC-მ, რომელიც შეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღის გამოყენებას საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ. იცით, ეს ჟურნალისტური გამოძიებაც რომ არ არსებობდეს, ჩემს მეხსიერებაში არის ისტორიები ადამიანების მოყოლილი, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ ჯანმრთელობას იმ დარბაზების დროს გავრცელებულმა იმ ხაირის თუ რა ვიცი გაზმა და სხვა ნივთიერებებია, რომ ამას წინათ მაგალითად ერთი კვირის წინ ყოფილი ახლა გავიცანი ადამიანი, სტუდენტი, რომელიც მას შემდგომ სწავლა მიატოვა და დაბრუნდა ბათუმში რაღაცა მკურნალობას მკურნალობს, იმიტომ რომ ისეთი ალერგია დაემართა, რომელსაც დღემდე ვერ ხვდებიან რა ტიპის ხო, ძალიან ბევრია ესეთი ისტორია, ხო? ამ ხალხურ აქციებზე ძალიან ბევრი მიიღო ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანება. ამ საკითხებზე მსჯელობა თუ ეს ჩვენს მეხსიერებაში იმიტომ დარჩა და იმიტომ არ გამოვიდა ესე საჯარო დისკუსიები დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვახსოვს, რომ მას მერე მოყოლებული ყოველდღიურად უარესი და უარესი მოხდა ქვეყანაში და ფაქტობრივად ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე რაღაც მსგავსი ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების, არამედ რა ვიცი, სამართლებრივი თუ სხვა ტიპის შეზღუდვებიდან გამომდინარე ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის თუ უფლებრივი მდგომარეობისთვის ზიანის მიყენებელი. რა ვიცი, ეს რამდენად სულის ეს ფაქტი პოლიტიკურ მოცემულობას თქვენი აზრით ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობისთვის? იცით, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 28 ნოემბრიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად ისეთ ქმედებას ჩადის, რომ საკუთარ დასასრულს კიდევ უფრო და უფრო რთულს და წარმოუდგენლად სასტიკს ხდის სამართლებრივ დონეზე განსაკუთრებით, აგროვებს საკუთარი დანაშაულის სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებებს. ეს ამბავიც მაგ ისტორიიდანაა, იმიტომ რომ ეს არსებობს უამრავ
უამრავი ადამიანი არსებობს, უამრავი ისტორია იმის შესახებ თუ რა დაიმართათ ადამიანებს, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ამ ფილმშია საუბარი. რა ვიცი, სული ერთი წელი ბოლო განსაკუთრებით და წლები იყო ამ ქვეყანაში და გარდა იმ შეფასებისა რა პროცესებიც მიმდინარეობს, აქციები, ადამიანთა დაკავებები და ესის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ითქვას ამ პროცესზე, რომ ხო, ქართული ოცნება ყოველდღიურად აგროვებს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების კონკრეტულ ფაქტებს, სამართლებრივ თუ სხვა ტიპის გარემოებებს. ამ საქმეს კინძავს უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამბები, რა ვიცი, სამართალდამცავი ორგანოები, რაღაცა ეს ტროლბოტების უზარმაზარი ქარხნები, რომელიც ალტერნატიულ რეალობას ქმნის განსხვავებულ რეალობისგან, მის ხელშია დღეს და ფიქრობს, რომ ეს ამბები არასდროს დადგება განხილვის თუ სამართლებრივი, რა ვიცი, გზის მიცემის გზა არასდროს არ მიეცემა. მაგრამ რა ვიცი, ყველა ტიპის კანონზომიერება ეს იქნება ისტორიული, რა ვიცი, მორალური, სამართლებრივი კანონზომიერებით, აუცილებლად უნდა მოვიდეს დრო და დადგეს ისეთი მოცემულობა ამ ქვეყანაში, როდესაც სხვა არაფერს არ ვიტყვი, სიმართლეს დარქმევს, სიმართლე ტყუილი დანაშაული არსებული 28 ნოემბრამდე და ცოტა იქით არსებული კანონმდებლობას გულისხმობს კანონმდებლობით დანაშაული დაერქმევა და რა ვიცი, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა და ეს პასუხი სამართლებრივ პასუხზე უფრო მტკივნეული იქნება პასუხი საკუთარ ოჯახის წევრებთან, საკუთარ მეგობრებთან, საკუთარ შვილებთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც დღეს ისინი ცოტა ისე ვიტყვი რა, მარტივად სიცრუეში აცხოვრებენ, იმიტომ რომ მათი მთავარი იარაღი არის სიცრუე და ტყუილი. თან ისეთი ტყუილი, რომელიც არ შეიძლება აკადრო არა მხოლოდ ოპონენტს, არამედ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს, საკუთარ შვილებს, იმიტომ რომ ყველა ის მოცემულობა, რასაც ისინი აკეთებენ, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ყველა სექტორში არის მიზანმიმართული თითქოს, რომ ჩვენი განვითარების რაღაცა ტიპის სახელმწიფოს განვითარების მიმართულება მთლიანად ესე 360 გრადუსით მოატრიალონ და სადღაც სხვაგან წაგვიყვანონ, რომელიც არ შეთანხმებულა არავისთან, არ შეთანხმებულა არც ქართულ საზოგადოებასთან, იმიტაცებული ძალაუფლების პირობებში. არც ჩვენს, რა ვიცი, ისტორიასთანაც არ შეთანხმებულა, ხო? ანუ თანხმედრაში ვერ მოდის ეს, რასაც გვასწავლიდნენ სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტებში, რასაც საუბრობდით, რა ვიცი, სხვადასხვა ტიპის სადისკუციო სივრცეებში, რავი, კონფერენციებზე, სუფრაზე, ანუ რა ღირებულებითაც ვიზრდებოდით სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის საწინააღმდეგოა ის რეალობა, რომელ რეალობაშიც ისინი ცდილობენ გვაცხოვრონ და სამოვალოდაც ეგეთი იყოს. უბრალოდ თავარი იარაღი ამ ამბავში აქვს, რომ ბუნდოვანებას ტოვებენ, ტყუილს ამბობენ, იმდენად დიდ ტყუილებს ამბობენ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენს ჩვენი გონება, რომ შეიძლება ეს ტყუილი იყოს, თუმცა თავარი ამბავი ისიც არის, რომ შეგვაჩვევნენ იმას, რომ არ არსებობს მოცემულობა, რასაც ისინი იტყვიან და შეიძლება სიმართლე იყოს, იმიტომ რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით ყოველდღიურად ეს ადამიანები ტყუილს მეუბნებიან საკუთარ მოქალაქეებს. მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს და საკუთარი, რა ვიცი, ნათესავებსაც, იმიტომ რომ რა ვიცი, ანუ ხელისუფლებაში როცა არ იქნებიან, ყველა ის მოცემულობა მათი ოჯახის წევრებზეც უარყოფითად დაისახება. უბრალოდ ეხლა არიან ძალაუფლებაში და აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები იმ ნაწილში, რომ აქვთ ბევრი ფული და შეუძლიათ ისარგებლონ, რა ვიცი, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური თუ უფლებრივი მდგომარეობა განსხვავებულად და მაგრამ მათთვის არ არსებობს კანონი, არ არსებობს რაღაც ტიპის ამბავი და ჯერჯერობით ვერ გრძნობენ. თუმცა ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებენ საკუთარ, რა ვიცი, საკუთარ თავსაც მათ შორის, იმიტომ რომ მათთვისვე ჯობია, რომ დიდხანს არ გაგრძელდეს მათი ხელისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ
არა მხოლოდ ამ ქვეყანაში არსებული ისტორიული თუ თანამედროვე გამოცდილება, ზოგადად ისტორიაში, სხვა ქვეყნების თუ კაცობრიობის ისტორიაში არსებული გამოცდილება ამბობს იმას, რომ ბოროტება დაუსჯელი არასდროს არ დარჩება. მადლობა. შესაბამისად, ნახოთ. მადლობა, ეს ელკათამინძე იყო მოქალაქე სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი. მოდი მოვისმინოთ სხვებსაც, ლევან ხორავას გავისაუბრები. სახელმწიფოებისა ლევან ბუდისტში გაწყვეტილებ საუბარს, მინდა გაგესაუბრებ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მინდა გითხრათ BBC-ს ახალი გამოძიების შესახებ, თუ ნახეთ ეს გამოძიება. და იყო ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამბებში და მე ცulis ეს ფილმი და იმის დადგენა, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღს იყენებდა ოცნების მთავრობა საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ. რას ცulis ეს სინამდვილე პოლიტიკურად ქართული ოცნებისთვის? უბრალოდ რამე მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, აი იმ ხალხისთვის ახლა მაგას ვსაუბრობდი ზუსტად რა ძალიან დემოკრატიული მეთოდებით რომ უნდათ შიმშილობით და ისეთი მეთოდებით რომლებიც დემოკრატიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში ბრძოლას შედეგი მოაქვს. ხო, აი ამ მეთოდებით რომ ვცდილობ ველურებს ვესწავლოთ, ესენი არიან ველურები, ხო? და იცით მე მაგას არც მალავ და პირდაპირ ღიად ვამბობდი ყოველთვის რომ ველურს უნდა ელაპარაკო ველურის ენით რა. ასეა მაგიდა სამწუხაროდ საქართველოში მე მესმის და მოხარული ვარ იმის რომ ხალხს უნდა ყველაფერი დემოკრატიულად გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ ველურებთან ხალხს საქმე რა. ნუ ფაქტი ისაა რომ საერთოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საერთაშორისო გამოხმაურება მოყვება ძალიან დიდი და ძლიერი და გამოძიება დაიწყება და პასუხისმგებლობა მოუწია ძალიან მკაცრად, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრა ყველამ რა რომ აი ჩვენი შვილების მოწამლოა რა და ყველა ჩვენი შვილებია ეგ, არა მარტო პირადად ჩემი სიტყვაზე, ყველა ჩემი შვილებია ეგ და ასეა ყველა ერთმანეთთან, ხო? აი არავინ არ აპატიებს რა. და ბიჭო, კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ რა თქვენ. აი აქ რამოდენიმეჯერ იყო დაფიქსირებული ეს გინებით რომ შემოდიხართ რა. მე კი იღებთ მაგ გინებას, მაგრამ აუ თქვენ და პროსტა არავის არ ცალია რა. ენებს ამოგაგლიჯავთ. აი პირდაპირ გეუბნებით რა. დედის სულს გაგაცლით. თქვენ პროსტა არავის არ ცალია ტურების ტყვის მიხდი? თქვენისანა ტურებთან სალაპარაკო ჯერ პროსტა არავის არ ცალია, ძალიან სერიოზული თემაა და ენებს დაგაგლიჯავთ ბიჭო, ზაღლებს მივცემ რა, თქვენი ნატრაკი არ გეიშვა მართლა. არ გიდეს. აი რაცა იმას ვეუბნები და ამათთან საუბარი აფერ უნდა ასე მე ვფიქრობ დამთავრდა საუბარის და იმის რა ქვია, ზედმეტი ლაყბობის დრო რა, ასე არის. კარგით, ეს ლევან ხორავა იყო მოქალაქე. მოდი აზა გაბუნიას გავესაუბრები, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი. აზა, რამე გითხოთ, ეს BBC ჟურნალისტური გამოძიება ალბათ ნახავდით. თქვენთვის რა იყო ყველაზე საინტერესო ამ მასალაში? და მე ცulis ამ სინამდვილის დადგენა ქართული ოცნების მთავრობისთვის, როცა საუბარი იმაზე, რომ ოცნების მთავრობა იყენებდა საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიურ იარაღს. შემაშფოთებელი იყო ცხადია ამ დოკუმენტის დღეს ხილვა, მათ შორის არა მხოლოდ სტატია, არამედ კვლევა გავრცელდა, ხო? BBC-ს, სადაც წერია, რომ ეს იყო გამოყენებულია წამების ტოლფასი მცდელობები, რაც არის ქიმიური ფაქტიურად იარაღი, რომელიც გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ. ანუ მიზანმიმართულად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რომ მოვეკალეთ ფაქტიურად. ეს არის ხელი მოაწერა ჩვენს სიკვდილზე. მეტი არაფერი ეს არ არის გადაზედმეტებული შეფასებები, რასაც BBC აკეთებს და რასაც ვაკეთებთ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში. მათ შორის არ ვიცი იცის თუ არა თქვენმა მაყურებელმა, მაგრამ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთდროულად გადავწყვიტეთ რომ მივმართოთ რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა აუგრძალოს ქართულ ოცნებას მსგავსი ქიმიური თუ მსგავსი საშუალებების გამოყენება ყოველ შემთხვევაში სანამ მანამ ყველა გამოძიება, სამართლიანი გამოძიება არ ჩატარდება, ხო? ცხადია ისედაც არ უნდა იყოს გამოყენებული მსგავსი რამ დემონსტრანტების დასაშლელად. ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა მსგავს რამეს იყენებენ გაზს, თქვათ წყლის ჭაობს, მაგრამ წარმოუდგენელია ამაში გაურიო ციანიდის მსგავსი მომწამლავი ნივთიერება და შენი მოქალაქეები გაიმეორებათ.
ნეტო მიზანმიმართულად სიკვდილისთვის. ეს ქართულ ოცნებას არ შერჩება, აუცილებლად უნდა აგვს პასუხი ყველამ, ვინც გასცა ბრძანება და ვინც შეასრულა მსგავსი დავალება, ხო? მე არ ვიცი რას უნდა ელოდეს, ჩვენ ნახეთ ისიც რომ ქართული ოცნება არ აღიარებს დანაშაულს და პირიქით BBC-ს მოიაზრებს და ამბობს რომ ის არის Deep State-ის პროპაგანდისტული ტელევიზია თუ არხი, თუმცა როდესაც საუბარი იყო სხვა შემთხვევაში ფორმულას კეზერაშვილის შემთხვევაში საუბარი იყო, მაშინ გადასარევად გამოიყენეს და BBC-ს და მაშინ იგივე ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა იმაზე, რომ იყო ობიექტური და სანდო BBC. ქართული ოცნებას ახასიათებს ორმაგი თამაში, ორმაგი სტანდარტი და ეს გამოჩნდა აბსოლუტურად ყველა საქმეში ქართული ოცნების მიმართებაში. ანუ მაშინ როცა ჭირდებათ ევროპა, BBC და ყველა დასავლური ქვეყანა არის მათთვის საჭირო, სამაგალითო, მათ შორის თავშესაფრებისთვისაც ევროპებში გადიან, სასწავლებელთაც ევროპაში მიდიან, საცხოვრებელთაც იქ მიდიან, მაგრამ როცა ჭირდებათ ევროპა, ამერიკა, დასავლეთი, არის მტერი, Deep State და ჩვენი ქვეყნისთვის გლახის მდომარე. იგივე თორნიკე რიჟვაძე, ხო, რომელიც აჭარის თავრობის თავმჯდომარე იყო. თქვენ ბათუმელებთან მქონდა რამოდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ, მათ შორის თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის თავრობის თავმჯდომარე, რომელიც აჭარის თავრობის თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიცაბჭოს წევრი. პოლიცაბჭოს წევრი, რომელიც მთელი 7 წლის მისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა იმას, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის ერთ-ერთი კარგი გამჟღერებელი იყო და ისიც მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ბრიტანეთში ჰქონდა განათლება მიღებული, მიუხედავად ამისა, ევროპას და მოიხსენებდა როგორც Deep State, ჩვენი ქვეყნის მტერს, მაგრამ მაშინ, როდესაც მის ოჯახს შეექმნა უსაფრთხოება და დადგა მისი ოჯახის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი დადგა, მაშინ წავიდა იქ გერმანიაში. ის წავიდა Deep State-თან. ის წავიდა Deep State-თან. წავიდა გერმანიაში, რომელსაც ერთ-ერთ მოსისხლო მტრად ვაცხადებს ქართული ოცნება, ხო? თავშესაფარი მოითხოვა იმ ქვეყანაში. მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკეთებლად წავიდა სხვა ქვეყანაში. ანუ არ ენდობა არც ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, არც ამ ქვეყნის უსაფრთხოებას, არც ამ ქვეყნის სასამართლოს. ამიტომ თავი შეაფარა ეგრეთ წოდებულ Deep State-ს და ევროპას. ეს არის ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი. იმედია ქართული ოცნების მხარდამჭერები ამას ხედავენ და მოეგებიან გონს. დიდი მადლობა, ეს იყო აზეგაბუნია, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმია პროევროპული აქციის მორიგი საღამო, როცა მოქალაქეები დადგნენ ისევ ქუჩაში და ისევ უცვლელია მოთხოვნები, პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ეს ისმის ყველაზე ხმამაღლა, როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქში. რაც იმართება პროევროპული საპროტესტო აქციები, რომ პირველ რიგში უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და რომ მოქალაქეები არ შეეგუებიან ცინსის ტყვეების არსებობას ამ ქვეყანაში. ასევე უცვლელი მოთხოვნებია ხელახლა არჩევნების ჩატარება და არლეგიტიმური მთავრობის გარდგომა. თქვენ იცით რომ ეს მოთხოვნები გააქტიურდა მას შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს განაცხადა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ. დამოთქვა რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე, სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საქართველოსთვის და მას შემდეგ გრძელდება უკვე წელიწადზე მეტია ეს პროევროპული საპროტესტო აქციები მთელს ქვეყანაში. მოდი მერაბ ჯიხაძის გავესაუბრები კიდევ ერთ მოქალაქეს. მერაბ საღამოშიდობისა შეიძლება ერთი წუთით. მერაბ მინდა გითხოთ თუ ნახეთ BBC-ს ახალი ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს შესახებ, რომელიც ეხება პირველი მსოფლიო ომის ეტაპის პერიოდის ქიმიური იარაღის გამოყენებას საპროტესტო აქციებზე თბილისში. რა იყო ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში და როგორ ფიქრობთ, რას ცვლის ეს ამ სინამდვილის დადგენა ქართული ოცნების მიმართ პოლიტიკურად? პირველ რიგში ვიტყვი, რომ სახელი ვერ დავიმახსოვრე მათ ქიმიური ნივთიერების, მაგრამ ChatGPT-ს ვიტყვე, ანუ რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში მის
ან მიღებულმა ინტოქსიკაციამ და ერთ-ერთი წინადადება ასეთი იყო, რომ ეს შეიძლება განხილული იყოს როგორც ქიმიური იარაღია, რა, ასეთი სიტყვების კომბინაცია. ავი, მე ვფიქრობ, რომ ისიც არაფერს არსებს, იმიტომ რომ ჩვენ ვინცაც გასიგზე განებული ქონდა ხელისუფლების მიღწევა, ვიცოდით, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ყველაფრის კადრებლები იყვნენ, ჩვენ გვახსოვს ცივილიზი დაცვის ფონდით ადამიანებს თვალები დათხარეს და ეს ნამდვილად არ იყო ის, ხო, უბრალოდ ეს ამბები რაც ახლა ცხადი გახდა. სხვების რეაქციები როგორი იყო? თუ დააკვირდით დღეს, ვინც ჯერ კიდევ არ გამოხატავს პროტესტს ან არ გამოდის საპროტესტო აქციაზე? 29 ნოემბერს ვიმყოფებოდი თბილისში 29-ში ჩავედი 6-ის საათზე ვიყავი დიღომის დიდუბის ავტოსადგურში და იქიდან ამოვედი თავისუფლად მეტროთი ამოვედი პარლამენტთან და როგორც მივედი პარლამენტის შენობასთან უკვე დაწყებული იყო დემონსტრაცია. დემონსტრაცია არ იყო 7 საათი იყო, ანუ ხალხი იკრიბებოდა და ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ჰაერში იყო გაბნეული ციცაკის სპრეი და ეს რაღაცა მოწავლავი ნივთიერები. ან თვალები აგეწვათ. თვალები ამწვა, ხო და სულ თქვა გამიჭირდა ხოლმე დავიწყე და რომ ვიკითხე ანუ ბეგრები შეხვდა ეს არა არაფერი არ არის, ანუ ვინც უკვე წინადრის დაწამული იყო და ვინც ეს არის 29-ში დილით? 29-ში საღამოს. დილით საღამოს. მივედი, ანუ 24 საათია. კონტროლერობაში საღამოსაც უკვე ხო საპროტესტო აქცია იყო ამ კობახეთის ცნობილი გამოსვლის შემდეგ. საპროტესტო აქცია არ იყო დაწყებული, ანუ ხალხი იკრიბებოდა, ჯერ არც დარბევები იყო არაფერი და უკვე ანუ მე ვიგზენი რომ რაღაცა ეს ჰაერში იყო ეს მომწავლავი ნივთიერებები, ანუ როგორც ახლა აღმოჩნდა, ეს იყო წინა დღის დარბევების შედეგად და BBC სტატია როგორც თქვენს Facebook-ზე ყოდა გამოქვეყნებული, წავიკითხე და ახლობით იგივე ამბავს. ანუ სიმპტომებითაც თქვენ ცნობილი იყო, ხო? მე მქონდა ახლა ეს აქციების მერე, მე ვკითხე ვიყავი თბილისში 3 დეკემბრამდე და რო ჩამოვედი, რამდენიმე დღეს სისხლენა მქონდა, ღამე სუდათ მეძინა და ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები იყო, მაგრამ მაშინ როდესაც ახლა ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს და ასვაძე სახე არტოვინეს, რაღაცა ჩემს პროგრამაზე ხმილა სისხლი მომდის და გამოვით კარგად არძინა საუბარი უფერხული იყო მაგალითად ხტებით რომ არის დაკლებულად ხელისუფლება ქიმიური ომი გამოიცხადა საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. ხო. და ბავშვებთან. ან ლაპარაკია პირველი მსოფლიო ომის ეტაპის პერიოდის ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ხო? აი ლაპარაკია საერთაშორისო გამოძიებაზეც. როგორ ფიქრობთ ამ ოცნების მთავრობის პირობებში შესაძლებელი იქნება იგივე მტკიცებულების მოგროვება და სინამდვილის დამტკიცება საერთაშორისო სასამართლოებში, იგივე ჰააგის სასამართლოში, რომელიც თქვათ იკვლევს მსგავსი ტიპის სასამართლის დანაშაულებებს საერთაშორისო დონეზე. თქვენ როგორც მოქალაქე როგორ უყურებთ ამ პროცესს? მე ვფიქრობ, რომ ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც BBC-მ ჩაატარა, ანუ ამდენადაც სტატიის მიხედვით მივხვდი 50-მდე რესპონდენტი გამოკითხა და ყველა ცალ-ცალკე დაახარჯა სიმპტომები, რა შეიძლება მაგდა გარდა ამისა თორეს იყო კვლევები, ხო, რომელიც ეყოლა მეცნიერული კვლევები. ადამიანები ესე დადასტურებულად ხვდებიან ერთ-ერთ და ვისაც ყველას მონაყოლი ესე ანუ ფაზლივით ერთმანეთს ერგება, საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც განამდვილებით ჩადენილია და უბრალოდ უნდა დადგეს ადამიანებს აღდგეს წავიკითხე აპოსტოლეს სტატია, რომ ჩვენმა საგამოძიებო სისტემებას დაიწყესო გამოძიება რაღაც სამხედროების გადამეტება და კი სამსახურო ულამაზლების გადამეტების მუხლით და ასევე მტრული საქმიანობის გამოვლენის მუხლით. დაიწყეს და ახსოვდეს მოსახლეობას, რომ ასევე გამოძიება დაწყებული 29 ნოემბრის 1 დეკემბერს დაცემი ხალხის წინააღმდეგ და არცეთი გამოძიებული საქმე არ არის. ეს საქმის წამოწყება და რაღაცა ეს არის საბჭოური ბიუროკრატიის ის არის რა, მემკვიდრეობა რა, ესენი ეს რაღაცა შეგვიძლია არაფერს არის ამი და ნახოთ ანუ არ გაქვთ რეალური მოლოდინი რომ შეიძლება რაღაც გამოიძიონ სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ხო? სუბიერება არ მაქვს ისე ამაღლებული რომ ის დაქვემდებარებაშია თუკი ჰააგის სასამართლოში ჩვენ მხრიდან ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები და ვისაც ხელისუფლება იჩივლებს და ჰააგის სასამართლო დააგრესამოს, მე შეიძლება რაღაცა გარკვეული კოსმეტიკური როგორ ვთქვა
დასაჯონ რაღაცა ელემენტარული. მაგრამ აქ ქვეყნის შიგნით რა იცვლება პოლიტიკურად, თქვენ აზრით იგივე საზოგადოებისთვის რა მნიშვნელოვანია ეს ამბავი, მათ შორის მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ გამოხატავს პროტესტს ან თავს არიდებს პროტესტის გამოხატვას. მათთვის თუ იცვლება, თუ ცვლის არსებითად რამეს ეს ინფორმაცია, რომ აი ქიმიური იარაღს იყენებდა ოცნების მთავრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ნაწილი მის დაჯერებას ცდილობს, რაც მათშია და როგორი შინაგანი რწმენას ამ სტატიების კომენტარების შუაშიც ნახე პარკაკინის გლიცინი, რომ ჰიტლერის რაღაცა ისინი და ბედის ჩუსამდი და რაღაც ამ გლიცინის დონეზე მიდიოდა ამ ყველაფრის გადატარება ამ ხალხის სიძიერების შესვლა რთულია რა და ვფიქრობ რომ დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს მათში და ემპათიის გრძნობა არ გაუჩნდება ადამიანების მიმართ დაზარალებულების მიმართ და ბოლომდე მიასწორებენ რა ეტაპზეა მაშინ თქვენ დაგვირებით ახლა ეს წინააღმდეგობა საითკენ მიდის წინააღმდეგობა და ოცნების მთავრობას რა გამოსდის ამ დღევანდელი დღის გადასახედან როგორ ჩანს თქვენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის რა გამოსდის ოცნების მთავრობას ამ ეტაპზე თქვენ დაკვირებით პროტესტის წინააღმდეგ და რა გამოსდის წინააღმდეგობას ანუ საპროტესტო მოძრაობას საქართველოში აბა ვფიქრობ რომ ორი მხარე ჩვენს ოცნება შევარჩიესული იმიტომ რომ იმათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს არავინ არ ცნობთ და წინ ვერ მიდიან პირიქით რაც უფრო მესილობენო სადღაც მოხდნენ და სადღაც წარმოშენ როგორც ლეგიტიმურები ასად არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა და მithomos ასაცილოების შედიან მათი ამორჩევლის თვალშიც კი და ჩვენ რავი ჩვენ სხვა ხელებს ვთქვით რომ ისება შევინარჩუნოთ ქალაქს და რავი ამის ნორმალიზება არ მოახდინოთ ჩვენი აზრით პირველში ამ ნელა გამოჩნდება რა არის მთავარი თქვენ ამ შეიძლება გადაწონოს რა არის ყველაზე მთავარი ფაქტორი წარმატებისთვის მე ვფიქრობ რომ ეს საგარეო ამბები ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანუ უკრაინის წარმატება თქვენ რომ რუსეთი დასუსტდეს კი ბატონო ანუ როგორც გადაწყვეტილება უკრაინის პროცესები ისე გაგრძელდება ჩვენი მიბული ვართ ამ პროცესებზე მე ასე ვფიქრობ ხელისუფლება უკან ნაბიჯის გადაწყვეტას არ აპირებს როგორც ჩანს ანუ ჩვენ არ უნდა მოახდინოთ იმ ოპოლაფის ნორმალიზება ჩვენ უნდა ვფიქრობთ რომ არ ვიგულებით ამ ყველაფერს რომ ნეფში ცხოვრება ნორმალური არ არის მადლობა ეს ბერებჯიხაძე იყო მოქალაქე მას უსმენთ თქვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ასეთია დღეს მოქალაქეების განწყობები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ბათუმში გრძელდება ისე პროევროპული საპროტესტო აქცია დღესაც გარან მოქალაქეები ქუჩაში როგორც თქვენ ხედავთ აქვეა პოლიციაც დღეს თქვენ ისმენთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების პოზიციებს, მათ კომენტარებს, შეფასებებს BBC-ს ბოლო ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც BBC მოამზადა საქართველოს შესახებ, კონკრეტულად კი BBC-ს დასკვნით და BBC-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით ოცნების მთავრობა საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 2024-2025 წლებში თბილისში იყენებდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღს. ეს არის საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი, რომ დაიწყოს საერთაშორისო სამართალწარმოებაც ოცნების მთავრობის წინააღმდეგ. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ესწრებით ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.jį-დან და გაზეთი.jį, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.